მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ტრადიციისამებრ ვნახოთ თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და დღეს ქვების ნაცვლად მინდა გამოვიყენო ასეთი ულამაზესი ბეჭდები. პირველი ვარიანტი აი ეს ბეჭედი გვაქვს. და მეორე ვარიანტი აი ეს ულამაზესი ბეჭედი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დავალაგოთ ახლა ვარიანტები და ვნახოთ რა გველოდება 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით. რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს. აი ასე. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ხო? ვინც ამოირჩია აი ეს ულამაზესი ბეჭედი. და აქ ამოვიდა უფროსი არკანი. ნამდვილად არ არის არკანი ხმლების მეფე. სხვათა შორის სიტყვა უფროსმა ალბათ ტყუილად არ გამიელვა, იმიტომ რომ არკანი ხმლების მეფე არის უფრო მეტად ფიგურული არკანი და ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება. ვიღაცისთვის თქვენ თავად ხართ ეს ფიგურული არკანი, ვიღაცისთვის ეს სხვა ადამიანი არის და ნახეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ვისაც ყავთ მაგალითად უფროსები სამსახურში, მასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს გარკვეული კონცენტრაცია, რაღაც გარკვეული საუბრები, შენიშვნებით სხვათა შორის. მაგრამ უფრო მეტად მინდა რომ ამოვიკითხო ეს არკანი ისე, როგორც თქვენ ხართ. კარგით, დავამატოთ არკანები და ვნახოთ ყველაფერი ახლა. რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით. ვნახოთ აბა. არკანი ხმლების ტუზი, არკანი პენტაკლების 4-იანი, არკანი ხმლების რაინდი, არკანი უფროსი არკანის სიკვდილი და არკანი კვერთხების 9-იანი. სხვათა შორის წეღან მე ვაკეთებდი გაშლას, იგივე გაშლას, მაგრამ დასაწყისშივე გამეთიშა ვიდეო. და იცით, პირველ ვარიანტში იყო ამოსული სიგნიფიკატორად არკანის სიკვდილი. სახელმა არ შეგაშინოთ, მაგრამ რისი თქმა შემიძლია კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე, ხო? უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ხმლების მეფე არის თქვენს რეალობაში, ეს შესაძლოა იყოს, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, თქვენი უფროსი მაგალითად სამსახურში, ხო? ან ვიღაც ადამიანი, ვინც თქვენთვის ამა თუ იმ სფეროში არის ცოტათი ავტორიტეტული, ეს არის უფრო მეტად მასკულანური ენერგია. და ნახეთ, აქ მოდის კონკრეტულ ხმლების მეფესთან ურთიერთობის, გარკვეული საქმის გარჩევა. ვიღაცისთვის ეს იქნება გარკვეული კამათი, ჩხუბით შეიძლება იყოს აქ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს, სულ რომ ერთმანეთი გადაეწოთ, უხეშად რომ ითქვას, აქ სიტუაცია აუცილებლად მოგვარდება და შეხედეთ ხმლების ტუზი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ზოგადად სამყაროს მაქსიმალურად არ უყვარს ტყუილები და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვიტყუებით, ვიძახით სისულელეს ტყუილებს და სიტყვებს წარამარავყრით, განსაკუთრებით პირობებს, როდესაც უტეხავთ, რა თქმა უნდა, ეს დაუსჯელი არ რჩება, ეს არ რჩება ისე სამყაროში, ხო? სასჯელი შესაძლოა ცოტა შეუსაბამო სიტყვა იყოს, მაგრამ ხო, ადამიანს, რომელიც მუდმივად იტყუება, უბრალოდ ვერ ექნება კარგი, მყარი ცხოვრება. და პლუს ამასთან ერთად ამ დროს ადამიანი თავის სიტყვის ძალასაც კარგავს, ხო? ამიტომაც საკითხს რომ არ გადავუხვიოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მხრიდან გულწრფელობა, გულახდილობა ყველა ადამიანთან, განსაკუთრებით საკუთარ თავთან, რა თქმა უნდა, ხო? ასევე მე ამ თემაზე ძალიან ბევრჯერ მისაუბრია სესხება-გასესხებებზე, რომ ეს არის საკმაოდ ცუდი ფინანსური ენერგიისთვის, ამიტომაც ამ სფეროსგან, მოდით ასე ვიტყვით, სესხება-გასესხებისგან მაქსიმალურად თავის შორს დაიჭირეთ და თუ ძალიან გინდათ, რომ ვიღაცას დაეხმაროთ ფინანსურად, აჩუქეთ თანხა, მაგრამ აჩუქეთ მხოლოდ იმ რაოდენობის, რაც არ გენანებათ იმ ადამიანისთვის. ან იმ ადამიანებისთვის. რაც საერთოდ არ გენანებათ.
ხვდებით ხო? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ სესხულობთ, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ენერგეტიკაზე, ფინანსურ ენერგეტიკაზე, ენერგიებზე. და ნახეთ, აქ მე ვხედავ კონკრეტული საკმაოდ ტოქსიკური ნეგატიური სცენარის დასასრულს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ძალიან ბევრი შიშები, ძალიან ბევრი ეჭვები, ეგრეთ წოდებული overthinking-ი იკითხება, ძალიან ბევრი, აი ცუდი აზრები, მე ამას არ ვიმსახურებ, მე ცუდი ვარ, მე ისეთი ვარ, მე ასეთი ვარ, რაღაც ასეთი აზრები იკითხება. პლუს აქ მოდის თითქოს კონკრეტული ადამიანისგან თქვენი შრომის, თქვენი ენერგიების გაუფასურება, რომ აი შენ რასაკეთებო, შენ რა გენაღულებო, თითქოს რაღაც ასეთი განწყობა მოდის რა კონკრეტული ადამიანისგან ან შესაძლოა ადამიანებისგანაც, ხო? ამიტომაც აქ თქვენი პირადი სივრცე აუცილებლად უნდა დაიცვათ. პირველი ვარიანტი მეტი სიმკაცრითაც თუ ამას რა თქმა უნდა საჭიროება მოითხოვს და ნახეთ მე თავდაპირველად გესაუბრეთ რაღაც გარკვეულ კამათსა და კონფლიქტზე, ხო? იმიტომ რომ ცოტათი კონფლიქტური ენერგიები ჩანს ამ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მეგობრებო, კვირის ბოლომდე ეს მოგვარდება. კვირის ბოლომდე ეს მოგვარდება და რაღაც გარკვეული ნეგატიური სცენარი თქვენი რეალობიდან ჩამოიშლება, წავა. განსაკუთრებით ეს ეხება რაღაც ისეთ რაზედაც ძალიან ხშირად გაქვთ შფოთვები, ხშირად გაქვთ ნეგატიური ენერგიები, ნეგატიური ფიქრები. ну მეც აქ ნამდვილად ვეღარაფერს დავამატებ. პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც ამოირჩია ესეთი მზიანი ბეჭედი. ჩემმა ძველმა მაყურებლებმა იციან, ძალიან ხშირად მეკეთა ხოლმე. და მეორე ვარიანტი, არკანი პენტაკლების დედოფალი. ნახეთ, ორივე ვარიანტზე ფიგურული არკანი ამოვიდა ჩვენთან, ძალიან საინტერესოა. მაგრამ პენტაკლების დედოფალი არის უკვე საკმაოდ ნაყოფიერი ქალი, ძალიან ისეთი ნაყოფიერი ენერგიებით, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურადაც, რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, supportive, ძალიან გვერდში მდგომი ქალი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია რჩევის გაცემა, დახმარება, გვერდში დგომა, რომელიც არის თავად ნაყოფიერობა ფინანსურად განსაკუთრებით. თუ ვინმეს აქ ჰქონდათ გარკვეული ფინანსურ-მატერიალური პრობლემები, ეს ფინანსური პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება, აუცილებლად მოგვარდება და ნაყოფიერობისკენ წავა სიტუაცია. თუ არ გქონდათ არანაირი პრობლემები ახლო წარსულში კი აქ რაღაც გარკვეული საჩუქრების კი შეიძლება იყოს, თუმცა რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით. ვნახოთ აბა. არკანი კვერთხების რვიანი, რაღაც ახალი მიზნების დასახვა, ახალი იდეები, კი ბატონო, ნულოვანი, უფროსი ნულოვანი არკანი ამოვიდა მაშინ, როგორც კი მე ვახსენე ახალი იდეები. შეხედეთ, თქვენ აქ პენტაკლების დედოფლიდან გადადიხართ ძალიან სწრაფი ტემპით არკან სულელში. და ნახეთ, აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენს რეალობაში მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფი ენერგეტიკული განახლება, აქ თქვენში აშკარად მოძრაობს გარკვეული გადაფასება კონკრეტული სიტუაციების, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული მიზნების, თქვენს რეალობაში შემოდის რაღაც ახალი მიზნები. თითქოს რაღაც სრულიად ახალ გეგმებს, სრულიად ახალ მიზნებს ისახავთ. და ნახეთ, როგორი სიმბოლურია მზის ბეჭედი ასეთ არკანებთან. შეხედეთ უბრალოდ. განსაკუთრებით პენტაკლების დედოფალს და არკან სულელს, რომელთანაც ასევე არის გამოსახული მზე, როგორ უხდება. აქ არის სრული ენერგეტიკული განახლება, რომელიც მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, რომელიც გეხმარებათ ყველაფრის გადაფასებაში. თითქოს თქვენ თავად წყვეტთ, რისი გაკეთება გინდა თქვენს რეალობაში, რისი შეცვლა გინდა თქვენს რეალობაში და უდგებით საქმეს. დავამატოთ არკანები კიდევ და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. აბა, იქნებ კიდევ იყოს რამე ინფორმაცია. კვერთხების ტუზი, ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსები, ახალი პერსპექტივები. ნახეთ, ორივე ვარიანტში ამოვიდა ტუზი. პირველი ვარიანტის შემთხვევაში თუ იყო ხმლების ტუზი, რომელიც უფრო რაღაც ახალ იდეებს, რაღაც გარკვეული საქმეების მოგვარებას ასახავდა. კვერთხების ტუზი კი უფრო ასახავს რაღაც ახალ იდეებს, ახალ მოტივაციას, ენერგიულობას, სხვათა შორის, ვისაც გაკლდა წარსულში, ახლო წარსულში სასიცოცხლო ენერგია, ესეც აუცილებლად მოგვარდება. კიდევ ერთი არკანი დავამატოთ, შევაჯამოთ. რა ელოდება პირველ ვარიანტს? აბა, ვნახოთ.
განოლების და თასების ტუზი მეგობრებო. თასების ტუზი რას ეხება ჩვენი თასების ტუზი და ფორტუნას ბორბალს. კიდევ რას ეხება არკანი მაგს. მეგობრებო, აქ საუბარიც კი ზედმეტი არის. პირდაპირ გეუბნებით, 2 ტუზი ყავს, თანაც კვერთხების ტუზი, რაღაც სრულიად ახალ საქმეს შეუდგებით, ახალი იდეები, ახალი ემოციები, ახალი შთაგონება, ახალი მუზა, ახალი ენერგიები. და ნახეთ, წარმატება, პირდაპირ გაგებით ფორტუნას ბორბალი ამოვიდა, მეგობრებო. უფროსი არკანი ფორტუნას ბორბალი და უფროსი არკანი მაგი, ნულოვანი არკანი და არკანი მაგი. მეგობრებო, აქ თქვენ ძალიან კარგი პერიოდი გეწყებათ, იცით? ძალიან კარგი პერიოდი გეწყებათ და თავად ქალღმერთი ფორტუნა არის თითქოს თქვენს გვერდით, თავად წარმატება არის თქვენს გვერდით და არკანი მაგი. მაგი არის ვინ? მაგი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, მაგი არის ის, ვინც საკუთარ რეალობაში აკონტროლებს 4-ვე სტიქიას, აკონტროლებს თავის სხეულსაც, თავის აზრებსაც, მენტალურ მდგომარეობასაც, ემოციებსაც. აქ ყველაფერი მაქსიმალურად თქვენს ხელში იქნება და თქვენ იგრძნობთ სამყაროსთან ძალიან ძლიერ კავშირს. იგრძნობთ იმას, რომ სამყარო ზრუნავს თქვენზე, გეხმარებათ. და ნახეთ, განულება, ენერგეტიკული განულება და ზრდა. ენერგეტიკული განულება და ზრდა. სიტყვებით აღუწერელი ენერგიებია აქ, მეგობრებო. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გლოცავთ ამ ყოველივეზე, რა თქმა უნდა. გისურვებთ წარმატებებს და ყოველივე საუკეთესო ასრულდეს ამ არკანებიდან, ამ გაშლიდან გამომდინარე. წარმატებები და ნახვამდის.